მოგესალმებით. ვიმყოფები მესტიაში. 2026 წლის 20 მაისია. დღეს შესრულდა წელიწადი და 4 თვე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში დადო ფიცი და ჩატარდა ინაგურაცია. შესრულდა წელიწადი და 4 თვე, მაგრამ სანამ აღნიშნულ და სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ სასაუბროდ, მინდა მოგიწოდოთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა აღნიშნულ აკაუნტზე არსებულ მასალაზე, გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. აქ ჩემი აქტიურობით მე ვცდილობ, რომ ის გარკვეული ცოდნა, რომელიც მე გამაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, იურისპრუდენცია და ასე შემდეგ, გაუზიარო უფრო შეძლებისაგრად მეტ ისეთ ადამიანს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული საკითხებით და სურთ თავიანთი ცოდნის უფრო ამაღლება აღნიშნული მიმართულებით და შეიძლება თვითონ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დაინტერესება და იმ დონეზე არ ერკვეოდეს გარკვეულ საკითხებში, მაგრამ სურდეს რომ უფრო აიმაღლოს თავისი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. აი კონკრეტულად ამას ვცდილობ ახლა მე ზოგადად აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობებით. როგორც მოგეხსენებათ, როგორც ვილაპარაკე, წელიწადი და 4 თვე შესრულდა და როდესაც ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ერთ-ერთი ძალიან შესამჩნევი და ერთ-ერთი აქტუალური თემა მისი საპრეზიდენტო კამპანიის იყო ის, რომ ის მსოფლიოს ეუბნებოდა, რომ ამერიკის ამოურჩევლებს და მსოფლიოს ეუბნებოდა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომიდან გამომდინარეო, მსოფლიო დღეს დგასო ატომური ომის საფრთხის წინაშეო. და მხოლოდ მე შემიძლია მსოფლიოს გადარჩენაო და თუ ვიქნებიო არჩეულიო პრეზიდენტადო, მაშინ მე მოკლე ხანში დავამთავრებ ზემოხსენებულ ომსო და ლაპარაკობდა ინაგურაციამდე დამთავრებაზეც კი. ანუ წელიწადი და 4 თვის დამთავრებული მაინც უნდა ყოფილიყო ამ ლოგიკით ის ომი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, იქ ომი გრძელდება, მიმდინარეობს აი საშინელი სისხლის ღვრელი ომები, ინტენსიური დაბომბების ქვეშ იმყოფება როგორც უკრაინის ტერიტორია, ასევე რუსეთის ტერიტორია, ამაზე ის რომ რუსეთის სიღრმეშიც მიდის დაბომბები, ამის ერთ-ერთი კიდე სერიოზული გამოვლინება იყო რამოდენიმე დღის წინ უკრაინის მიერ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე დრონებით მიტანილი მასირებული შეტევები და ანუ ის გეგმა, რომელიც მან წამოაყენა, ის დაპირება, რომელიც მან თქვა არჩევნების წინ ვერ შესრულდა და მაშინ პუტინის გულშემატკივრებს სოფლიოს სხვა საკითხებში და ალბათ თვითონ პუტინსაც და მათ შორის და პუტინის გულშემატკივრებსაც საქართველოში იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში და შემდეგ როცა ახალი არჩეული იყო, რომ ისო ზემოხსენებულ ომს დაამთავრებსო პუტინის გამარჯვებითო. ანუ ასეთი მაგალითად საქართველოში პუტინის გულშემატკივრებიდან ასეთი ლაპარაკიც ისმოდა, რომ თქვათ პუტინიო ტრამპი თუ იქნებაო არჩეულიო, ტრამპი და პუტინი გაიყოფენო მსოფლიოსო და საქართველოს რუსეთის ზონაში მოხდებაო. გესმით, ანუ ესე იგი რუსეთის ზონაში მოხვედრა ასეთი ნატვრები ვისაც ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ ასეთი ნატრვა ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ თუ პუტინის ზონაში მოხდებოდა საქართველოს, მაშინ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე მოთხოვნა არ იქნებაო ისეთიო. ასეთი ნატრვა ჰქონდათ და ახლა ხშირად ეს ხშირ შემთხვევაში ზოგიერთმა შეიძლება ჩაუხედაო მოინდომოს, ზოგიერთმა კიდე პირადი მიკერძოებული ინტერესებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთებს ავიწყდებათ, რომ ისტორიას ხშირად ახსოვს მაგალითები, როდესაც უსამართლო წყობების ხერყლინი ხშირად უსამართლო წყობების მომხრენი და შემქმნელი გამხდარან. ძალიან ხშირად ამის ისტორიული მაგალითები ძალიან ბევრია. ხო და როგორც მოგახსენეთ, ანუ ზემოხსენებული მიმართულებით დაპირება ვერ შეასრულა, რამაც რა თქმა უნდა და სხვა მიზეზებთან ერთად ტრამპის რეიტინგი სერიოზულად შეამცირა როგორც თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. ამის და მაგალითად კიდე მოგეხსენებათ კანადასთან დაკავშირებით ასლაპარაკობ და გრენლანდიასთან და ასე შემდეგ და მისი რეიტინგის სერიოზულ შემცირების ერთ-ერთი სერიოზული დამადასტურებელი მაგალითი იყო მაგალითად ის, რომ
გასული წლის ნოემბერში გუბერნატორების, მერებისა და სხვადასხვა სახის არჩევნებზე რესპუბლიკურმა პარტიამ დემოკრატიულ პარტიასთან პოლიტიკურ ბრძოლაში სერიოზული მარცხი განიცადა. საერთაშორისო ასპარეზზე მისი რეიტინგი სერიოზულ კლებად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგალითად უნგრეთის არჩევნებში ორბანისა და იმ პარტიის, რომელსაც ის წარმოადგენდა, ფიდესის დამარცხება. როდესაც ტრამპმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანს და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩავიდა იქ ორბანთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოვიდა და ტელეფონზე ხმამაღლა მოლაპარაკეს კი ჩართოსა და ტრამპმა უნგრელ ამომრჩევლებს მიმართა და ორბანის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. მოგეხსენებათ ასე შემდეგ ირანში მიმდინარე მოვლენები სერიოზულად არის იქ დაძაბული ვითარება მოგეხსენებათ რომ უკვე რამდენი ხანია გასული, რაც იქ მიმდინარეობს, უკვე თითქმის 2 თვე ნახევარზე მეტია გასული, რაც დაიწყო ომი, იქ ახლა ცეცხლის შეწყვეტის საკმაოდ მყიფე პერიოდია, მაგრამ იცით რა არის, აი რო იყვიან ძალიან დიდი ალბათობა რომ იქ ომი განახლდება, იმიტომ რომ ახლა ტრამპმა იქ ომი რო შეწყვიტოს და ისე რომ შედეგი არ იყოს, მაშინ დაწყების არსი რა გამოდის, მაშინ ახლა 40 სრუტე რო გაიხსნას, 40 სრუტე გაუხსენიო და იმიტომ დავამთავრე ისე თქვას 40 სრუტე ომამდე გახსენილიყო და თუ სხვა შედეგი არ იქნება ისეთი რომ ახლა იქ ხელისუფლება ანუ რეჟიმი რომელიც იქ არის რომელიც ოფიციალურად გამოცხადებულია ოფიციალურად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სასტიკ ავტორიტარულ რეჟიმად სოფლიოში ოფიციალურად დემოკრატიის ინდექსის მონაცემების სიაში მათ შორის ეკონომისტის სიაში და იქ ანუ ის რეჟიმი იქ ხელისუფლება არ შეცვლილა ბირთვული განიარაღების საკითხში რაიმე სერიოზული პროგრესი შემოხსენებულ ომის დაწყების შემდეგ არ არსებობს და ამ ვითარებაში თქვას რომ ომი დავამთავრეო მაშინ რა თქმა უნდა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბათ დადგება საკითხი რომ აბა მაშინ შედეგს რას მიაღწია 40 სრუტის გახსნას თუთლიო 40 სრუტე გახსნილიყო ომის დაწყებამდე ალბათ ამას ეტყვიან და ყველაფერი ზემოხსენებულიდან გამომდინარე დიდი ალბათობით იქ არის საკმაოდ მყიფე მშვიდობა და ახლა მედიაში საერთაშორისო მედიას რო ვეცნობი ლაპარაკი არის რომ დიდი ალბათობით ფიქრობენ რომ იქ როდესაც ექსპერტები საუბრობენ ლაპარაკი არის იმაზე რომ დიდი ალბათობით იხელოდებიან საბრძოლო მოქმედებების განახლებას. ასევე და ამ წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაგეგმილი კონგრესის არჩევნები, სადაც უნდა იქნეს არჩეული კონგრესის ქვედა პალატის, ანუ წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და ზედა პალატის, ანუ სენატის დაახლოებით 1/3 განახლება უნდა მოხდეს და ალბათ ძალიან და ის რომ ტრამპის რეიტინგი სერიოზულად არის აკლებული აქედან გამომდინარე ექსპერტები მაგალითად ქვედა პალატაში წარმომადგენელთა პალატაში გაცილებით დიდი შანსებს აძლევენ გამარჯვების დემოკრატიულ პარტიას, ხოლო სენატში უფრო უჭირთ ექსპერტების მნიშვნელოვან ნაწილს პროგნოზის გაკეთება, მაგრამ თუ კი ასე გაგრძელდება ვითარება ირანში და წარმატება არ იქნება მიღწეული, ასეთ შემთხვევაში ალბათ დიდი ალბათობა იქნება რომ ორივე პალატაში დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვოს, რაც სერიოზული დარტყმა იქნება პუტინზე და პუტინის გულშემატკივრებზე, მათ შორის საქართველოში და პუტინს და მის გულშემატკივრებს მათ შორის საქართველოში ძალიან ეშინიათ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების კონგრესის არჩევნებში. ხოლო თუ მაგალითად ირანში წარმატებებს მიაღწევს, ეს მაინც დიდი დარტყმა იქნება პუტინის მხარდამჭერებზე, როგორც თვითონ პუტინზე, ასევე პუტინის გულშემატკივრებზე, მათ შორის საქართველოში და ხოლო კიდევ არის ასეთი ვარიანტი, რომ თუ მაგალითად ირანში ვერ მიაღწევს წარმატებებს, მაგრამ ჩაატარებს ისეთ წარმატებულ ოპერაციას, როგორც ჩაატარა ვენესუელაში, მაგალითად კუბასა და ნიკარაგუაში, ან რომელიმე მათგანში, ან ორივეში, ამან ეს ალბათ ნაწილობრივ აწევს ალბათ ტრამპის რეიტინგს და ალბათ გაზრდის რესპუბლიკური პარტიის შანსებს ამ წლის ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში. და ზოგადად ირანის საკითხიდან გამომდინარე ირანის ომმა სერიოზულად იმოქმედა მსოფლიოს ეკონომიკაზე, გამომდინარე ნავთობის გაძვირებიდან, მათ შორის საქართველოს სერიოზული გავლენა მოახდინა და საისახა ბენზინის ფასებში მაგალითად და აქედან გამომდინარე შემდეგ ბენზინის საწოვის ფასები მოქმედებს სხვადასხვა ფასებზე და საქართველოს როგორც ნავთობის ექსპორტიორი, რა თქმა უნდა, მტკივნეულია საქართველოს აღნიშნული საკითხები, ხოლო რაც შეეხება ზოგადად მოვლენების განვითარებას,
ალბათ ცოტა ხანში გამოჩნდება ალბათ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამერიკის კონგრესის არჩევნები და დიდწილად ალბათ ის გადაწყვეტს იმაზე იქნება დამოკიდებული მსოფლიოში მოვლენების განვითარება. დიდი მადლობა.